გამარჯობა, მოგესალმებით, ვაგრძელებ გამომცემლობა აკადემიური წიგნის YouTube არხის აკადბუქის ლექციების სერიას ქართული ლიტერატურა კომენტარებით. ავტორი გახლავართ მე ნინო ღამბაშიძე და დღეს წარმოგიდგენთ მე-9 ლექციას, თუმცა მანამდე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გააზიაროთ, მოიწონოთ და კომენტარებში დაგვიტოვოთ თქვენი სურვილები და მოსაზრებები, რასაც ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ. დღევანდელი ლექციის სათაურია იოანე საბანიძის „წამებაე წვიმისა და ნეტარისა მოწამესა ქრისტეისისა აბოისი, რომელი იწამა ქართლს შინა, ქალაქსა თბილისს, ხელთა სარკინოსთაითა, გამოთქმული იოანე ძისა საბანისი, ბრძანებითა ქრისტეის მიერ სამოელ ქართლისა კათოლიკოზისაითა“. დღეს წარმოგიდგენთ მეორე თავის ქართლად შემოსვლიდან ასვიზღებაე წვიმისა მოწამესა აბოისი პირველ ნაწილს, პირველ და მე-12-მდე წინადადებებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მე გახლავართ ნინო ღამბაშიძე, გამომცემლობა აკადემიური წიგნის მთავარი რედაქტორი. და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გააზიაროთ, მოიწონოთ და კომენტარებში დაგვიტოვოთ თქვენი მოსაზრებები. პირველი წინადადება. რამე თუ იყო ჟამი, ოდეს ერისმთავარი იგი ქართლისაი, სახელით ნერსე, ძეი ადარნესე კურაპალატისა და ერისმთავრისაი. მიწოდებული იქნა ქვეყანად ბაბილონისა მფლობელისა მისგან მის ჟამისა სარკინოსთაისა, ამირა მუმნისა აბდილაისაგან, რომელი იყო ქალაქსა მას დიდსა ბაღდადს, რომელზე იგი მან აღაშენა. იყო ჟამი, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ადარნესე კურაპალატი. ის არის ქართლის ერისმთავარი მე-8 საუკუნის 70-იან წლებში, მამა აშოტ პირველი კურაპალატისა, პავალ ბაგრატიონთა შტოს ფუძემდებლისა და ნერსე ქართლის ერისთავისა. იოანე საბანიძის მიერ ნახსენები ისტორიული პირები ქართლის ცხოვრებისა და სხვა წყაროებით არ დასტურდება, თუმცა ამ შემთხვევაში თავს შევიკავებთ ამ საკითხის შესახებ გავრცობილი საუბრისაგან, ვიდრე სამომავლო კვლევები მეტ სიცხადეს არ შეიტანს მოცემულ საკითხში. იოანე საბანიძე ბაბილონს უწოდებს ქვეყანას, რომლის დედაქალაქია ბაღდადი. ბაბილონი ძველი მსოფლიოს მრისხანე დამპყრობელთა ასურთა დედაქალაქი დაარსდა ძველი წელთაღრიცხვის 1867 წელს. დღეს ეს ქალაქი აღარ არსებობს. მის ადგილს ამყოფობს მხოლოდ ნანგრევები გამოწმობს. იგი მდებარეობდა ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან 85 კილომეტრის მანძილზე. ბაბილონი თითქმის 1000 წლის განმავლობაში ახალი წელთაღრიცხვის 650 წლამდე ირანის იმპერიას ეკუთვნოდა. მისი მაცხოვრებლები არამეული ენის ბაბილონურ დიალექტზე მეტყველებდნენ და საკუთარ თავს ბაბილონელებს უწოდებდნენ. ახალი წელთაღრიცხვის პირველ-მეორე საუკუნეთა მიჯნაზე ბაბილონში ქრისტიანობა გავრცელდა და მას აღმოსავლეთის პატრიარქი მართავდა. ამას გარდა ბაბილონში გავრცელებული იყო მანის მიმდევრების რელიგია, მანიქევლობა. ახალი წელთაღრიცხვის მე-4-მეხუთე საუკუნეებში. სწორედ ბაბილონში შეიქმნა იუდაიზმის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, ბაბილონური თალმუდი. ახალი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნის შუა წლებში შუამდინარეთი დაიპყრეს არაბებმა და გაამაჰმადიანეს. ისლამიზაციამ და არაბიზაციამ გამოიწვია ბაბილონის პროვინციად გადაქცევა და შესაბამისად აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიაცა და არამეული ენაც იზოლაციაში მოექცა. დღემდე არამეული ენის ბაბილონურ დიალექტზე მეტყველებენ ჩრდილოეთ ერაყის ზოგიერთ რეგიონში. აქვეა გავრცელებული ქალდური კათოლიციზმი და აღმოსავლეთ ასირიული ქრისტიანობა. ამას გარდა გავრცელებულია მანდაიზმი, ერთგვარი გნოსტიკური სექტანტური მოძღვრება, რომელიც არ აღიარებს ქრისტეს როგორც ძეს ღვთისას. ეს ბაბილონი დააარსაო აბდილამუმმა და რომელზე იგი მან აღაშენა. როგორც ჩანს, იოანე საბანიძე სწორედ ბაბილონს მიიჩნევს სარკინოს და ქვეყნის ნამდვილ ცენტრად, ხოლო ბაღდადს არაბთა მიერ დაარსებულ პოლიტიკურ ცენტრად. ბაღდადის დაარსებას იგი ამირა მუმ აბდილას უკავშირებს. სარკინოზები. ესენი არიან არაბთა მომთაბარე ტომები. სარკინოზები, ევროპულად სარაცინები. ეს არის ისტორიული ტერმინი, რომელიც შუა საუკუნეებში ევროპელები, განსაკუთრებით ბერძნები, ლათინები და შემდეგ ქრისტიანული სამყარო იყენებდნენ მუსლიმების, ძირითადად არაბების, მოგვიანებით თურქებისა და სხვა ისლამის მიმდევრების აღსანიშნავად. სარკინოზების მოკლე ისტორია და წარმოშობა. თავდაპირველად ანტიკურ ხანაში ბერძნულ-რომაულ წყაროებში სარკინოზებად მოიხსენიებდნენ
ხვდნენ არაბეთის უდაბნოში მცხოვრებ გარკვეულ ტომებს, არაბებისაგან განსხვავებულად. მე-7 საუკუნიდან ტერმინი გადავიდა არაბო-მუსლიმებზე. შუა საუკუნეების უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით ჯვაროსნული ლაშქრობების დროს, სარკინოზი უდრიდა ნიშნავდა ნებისმიერ მუსლიმს, არაბს, თურქს, სპარსელს და ასე შემდეგ. ამ სიტყვის ეტიმოლოგიის ყველაზე გავრცელებული ახსნა ქართულ წყაროებში ასეთია. სარკინოზების არას ძაღლი, სარა აბრამის ცოლი პლუს ემატება ბერძნული კინ, ძაღლი. ეს უკავშირდება ბიბლიურ ისტორიას. სარამ გააგდო მონა აგარი და მისი შვილი ისმაელი, არაბების წინაპარი. ამიტომ არაბებს ისმაელიტებს სარას ძაღლებს ეძახდნენ. ცოტა უხეში დამცინავი ელფერით. სხვა ვერსიებია, რომ ეს მათ უწოდებდნენ აგარიანელებს, ისმაელიტებს, აგარის შთამომავლებს. თავად სიტყვა სარკინო ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს ბარგს. მომთაბარეები კი ის ხალხია, ვისაც მუდმივი საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია და ყველაფერი საკუთარი თან დააქვს. სარკინა სარაცენ ლათინურად ეწოდებოდა რომაელ ლეგიონერთა ზურგჩანთას, განსაზღვრული წონის ბარგს, რომელიც შეიცავდა. ლეგიონერის აღჭურვილობის უმეტესი ნაწილი იარაღისა და ჯავშნის გარდა ჩვეულებრივ გადაჰქონდათ საპალნე ვირებითა და ულმებით. თუმცა ჯარისკაცებს თავადვე უწევდათ საკვებისა და აღჭურვილობის დიდი ნაწილის ტარება. ეს ხდებოდა იმისათვის, რომ შემცირებულიყო ვარგის მოცულობა და გაზრდილიყო არმიის მობილურობა. ჯარისკაცებს შეძლებოდათ სტრატეგიული გადაადგილება, ანუ სწრაფად და დიდ მანძილებზე საპალნე ქარავნისაგან დამოუკიდებლად. საბრძოლო ზურგჩანთის აღწერილობა და შიგთავსი ცნობილია ტრაიანეს სუეტზე გამოსახულებებიდან. იქ ჩანს, რომ ლეგიონერის ბარგი ტარდებოდა ჯოხზე, რომელსაც ფურკა ერქვა და მასში შედიოდა ლოკულუს, ანუ ჩანთა, ჯიბე, პლაშის ჩანთა, საჭმლის ქვაბი, პატარა, სპილენძის საჭმლის თასი, ჯამი და ბადე. მეორე წინადადება. ხოლო შესმენითა ბოროტა კასტაითა საპყრობილესა შეაგდო მან ნერსე. ერისთავი ქვეყანისა ამის ქართლისაიდან პრობილ იყო იგი მუნჟამადე 300 წლისა, ვიდრემდის ბრძანებით ღვთისაითა მოკვდა აბდილა ამირა მომნი და ვაჟდა მისწულ ძეი მისი მაჰდი. ხოლო ქვეის მოქმედებათა ნარწმუნა გულსა მაჰდი ამირა მომნისასა განტევებაი ნერსე ისი და გამოიყვანა იგი მწარისა მისგან საპყრობილისა და განუტევა იგი ყვალათ ერისთავრობით აქა, ქვეყანადვე თვისრა. შესმენა ნიშნავს დაბეზღებას. პრობილი იყო იგი მუნჟამადე 300 წლისა. ანუ 3 წელიწადს იყო ნერსე დაპატიმრებული ბაღდადში. ქველის მოქმედმა, ანუ სიკეთის მოქმედმა ღმერთმა განტევრება, გაშვება გათავისუფლებას ნიშნავს გამოუშვა ნერსე ღვთის შთაგონებით საქართველოში. განუტევა იგი ყვალათ ერისთავრობით აქა, ქვეყანადვე თვისა. და კვლავ სამშობლოში გამოუშვა ერისთავად, ქვეყნის მმართველად. იონე საბანისძე ამირა მაჰდის საქციელს ღვთის კეთილმოქმედებად აფასებს და არა თვით მაჰდის სამართლიანობად. ღმერთმა შთააგონა მას, რომ ნერსე ერისთავარი აღედგინა უფლებებში და დაებრუნებინა სამშობლოშიო. ეს არის ჰაგიოგრაფიის ჟანრის თავისებურება. ადამიანი მოიაზრება ჭურჭლად, რომელიც თავისი ნებით ხდება ღმერთის ან ეშმაკის ნების აღსრულებელი. აქედან გამომდინარე, საბანისძე არ უკარგავს ამირასაც 8 წელს და აღნიშნავს, რომ თუნდაც დროებით ამირა ღმერთის ჭურჭლად იქცა მისივე ნების დართვით. მესამე წინადადება. ნებავსაც ქრისტეს მოყვარედნო, ამიერიდან წმინდისა და სანატრელისა მოწამის ამირა აბოისთვის, რათა გაუწყო ვითარ, ანუ რაბა მიყო, ანუ ვინაი მოიწია აქა. რათა გაუწყო, რომ გიამბოთ. ვითარ, ანუ რაბამ, როგორ რა გზით. ვინაი, როგორი ადამიანი მოვიდა ჩვენში. მეოთხე წინადადება. ესე ნაშობი იყო აბრამიანი, ძეთაგან ისმაელისათა, ტომისაგან სარკინოსთაისა. არათუ უცხოისაგან თესლისა, არცა ხარჭისაგან შობილი, არამედ ყოვლადვე არაბიელთა თესლი, მამულად და დედულად, რომლის მამაი მისი და დედაი მისი და ძმაი და დანი მისნი, იყვნეს მუნ ქალაქსა მას შინა ბაღდადს ბაბილონისასა. და ესე იყო ყრმა ჭაბუკ, ვიდრე 18 წლის, გინა უკნინეის 17 წლის. ამან ინება წარმოსვლა ითვისი აქა, ერისთავისა მის ნერსეის თანა და შეეყო იგი მსახურად მისა და
იყო იგი ხელოვანი, კეთილად შემზადებულ სუნელთა მათ საცხებელთა და სწავლულ იყო წიგნობრებითა სარკინოსთაითა, ძეთა ისმაილისათა, ძეთა აბრაამისა და ლაშობთა აგარისთა. აბრამიანი ნიშნავს აბრაამის შთამომავალს. ისლამური ტრადიცია აბრაამს აღიარებს ისლამის მამად. ამის გამო ისლამზე ზოგჯერ მილად იბრაჰიმ აბრაამის რწმენასაც უწოდებენ. მუსლიმები აბრაამს მიიჩნევენ წინასწარმეტყველად და პატრიარქად. იგი ჭეშმარიტი მუსლიმის არქეტიპია, ქააბასა თუ მექაში დიდად პატივცემული. აბრაამი ანუ იბრაჰიმი მოიხსენება 25 თავში. აბრაამმა მთელი თავის ცხოვრება სწორედ ერთი ღმერთის აღიარებასა და მსახურებას მიუძღვნა. ერთგულების გამოსაჟღავნებლად აბრაამმა ღმერთს მხოლოდ შობილი ძის შეწირვაც კი აღუთქვა და შესწირავდა კიდეც ღმერთს, რომ მისთვის განტევების კრავი არ მოივლინა. სწორედ ამიტომ წელიწადში ერთხელ შემოდგომაზე ედ ად-ადა მუსლიმები მთელ მსოფლიოში ღმერთს წირავენ ცხვარს. ამ დღესასწაულს ყურბან ბაირამი ეწოდება. აბო იყო ტომისაგან სარკინოსთაისა, ანუ სარკინოსთა მოდგმისა იყო, საბანისძე. არამედ ყოველადვე არაბიელთა თესლი, მამულად და დედულად. არაბი იყო წარმოშობით მამითაც და დედითაც. არ იყო შერეული სისხლისა. იონე საბანისძე ხაზს უსვამს, რომ მთელს იმპერიაში ყველაზე პრივილეგირებული, სხვათა დამპყრობელი, სხვა ტომთა ბატონი, ტომის შვილსა და დაწინაურებული სოციალური ფენიდან გამოსულ ჭაბუკს სხვა არანაირი მიზეზი არ ჰქონდა სარწმუნოება შეეცვალა, გარდა ჭეშმარიტების ძიებისა. ბაღდადს ბაბილონისასა. როგორც ადრე უკვე ვთქვი, ბაბილონი ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის შუა საუკუნეებიდან შუამდინარეთის ცნობილი ქალაქისა და მხარის სახელია, ხოლო ბაღდადი ახალი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეში დაარსებული არაბეთის იმპერიის დედაქალაქის სახელია. ინა უკნინეის, და ამაზე უმცროსი, მინიმუმ 17 წლისა დღეს როგორც ვამბობ. შეეყო მსახურად, აბო დაუდგა მსახურად ნერსეს. აბო იყო კეთილად შემზადებელ სუნელთა მათ საცხებელთა. შუა საუკუნეების ისლამურ სამყაროში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ალქიმია, მეცნიერება, რომელსაც საერთო ჰქონდა ქიმიასთან, ფილოსოფიასთან და მაგიასთან. ალქიმიას საფუძველი ჩაეყარა ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში ეგვიპტეში და იგი ჰერმეტულსა და გნოსტიკურ მოძღვრებებს აერთიანებდა. მოგვიანებით ზოსიფე პანოპოლელის ახალი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის დასაწყისის მოღვაწეა, მის ნაშრომებში ალქიმია მისტიკური და რელიგიური ელემენტებით შეიერთა. თავად სიტყვა ალქიმია არაბული წარმოშობისაა. სავარაუდოდ იგი წარმოდგება ეგვიპტური სიტყვისაგან კემი, ანუ შავი. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ახალი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის დასასრული, ალქიმიის შესწავლის ცენტრმა არაბეთის იმპერიაში გადაინაცვლა. უძველესმა ალქიმიურმა ტრაქტატებმა ჩვენამდე სწორედ არაბული თარგმანების მეშვეობით მოაღწია. შუა საუკუნეების ისლამური ალქიმია ეყრდნობოდა უძველესი ალქიმიკოსების ნაშრომებს, უმეტესწილად ბერძენ, აგრეთვე იუდეულ, ქრისტიან და ინდოელ ავტორებსაც. არაბეთის იმპერიაში ალქიმიის ცენტრი ძირითადად ალექსანდრია იყო, მაგრამ აგრეთვე განვითარებული იყო ქალაქებში ჰარანში, ნისიბინში, ედესასა და დასავლეთ მესოპოტამიაში. ჩვენთვის საინტერესო ეპოქაში, მე-7 საუკუნეების მიჯნაზე, ცნობილია ორი არაბი ალქიმიკოსი, ჯაფარ ალ-სადიქი და მისი მოწაფე ჯაბիր იბნ ჰაიანი. სპარსულად არის მისი სახელი, ხოლო ლათინურად გებრეუსი არის. გებრეუსად არის ის ცნობილი. მამამისი ჰაიანი აფთიაქალი იყო და ქალაქ ქუფაში ცხოვრობდა. მოგვიანებით ჯაბիր ჰარუნ არ-რაშიდის კარის ქიმიკოსი გახდა. ჯაბირმა არისტოტელური ელემენტი 4 თვისების მიხედვით გაანალიზა: სიცხელე, სიცივე, სიმშრალე და სისვერე. მაგალითად, ცეცხლის სუბსტანციაა, რომლის თვისებებიცაა სიცხელე და სიმშრალე. ჯაბირის მიხედვით თითოეულ ლითონში 2 ამ თვისებათაგანი შინაგანია, 2 კი გარეგანი. მაგალითად, ტყვია გარეგნულად მშრალი და ცივია, მაგრამ შინაგანად მას ახასიათებს სისვერე და სიცხელე. ოქრო კი პირიქით, გარეგნულად ცხელი და სველია, მაგრამ შინაგანად ცივი და მშრალი.
ჯაბრს სწამდა, რომ ლითონები მიწაში იქმნებიან და იძენენ ამ თვისებებს გოგირდისა, ცხელი და მშრალი და ვერცხლის ცივი და სროლის ზემოქმედების შედეგად. ამიტომ ეს ელემენტები გოგირდით და ვერცხლისწყალი უნდა მივიჩინოთ არა რიგით ელემენტებად, არამედ იდეალურ ჰიპოთეტურ სუბსტანციებად. გოგირდისა და ვერცხლისწყლის პროპორციულ თანაფარდობაზეა დამოკიდებული, რა ლითონი წარმოიქმნება მიწის წიაღში. მოგვიანებით მე-11 საუკუნის ალქიმიკოსმა ალ-რაზიმ განავითარა ჯაბირის თეორია და დაუმატა მესამე ელემენტი მარილი. ამრიგად ჯაბირის აზრით შესაძლებელი იყო ერთი ლითონისაგან მეორის მიღება. აი ასე დაიბადა ფილოსოფიური ქვის იდეა, ანუ რაღაცა სუბსტანცია ქვა, რომელიც გარდაქმნას ერთ ლითონს და გააკეთილშობილებს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არაბი ალქიმიკოსების აზრით ფილოსოფიური ქვა მეტაფორაა და არა რეალობა. აი ამ ყველაფერს დაწვრილებით იმ დაგიყვებით, რომ გავითვალისწინოთ, რომ აბუ არის განათლებით და პროფესიით ალქიმიკოსი, მენელსაცხებლე და შემდეგ ამ ცოდნას იგი გამოიყენებს უკვე თავის რწმენაში და თავის მოღვაწეობის ფორმებში. აბო სწავლული იყო მწიგნობრებითა სარკინოსთაითა. ვინაიდან აბო განათლებული ადამიანია, იგულისხმება, რომ იგი აუცილებლად არისტოკრატული ოჯახიდანაა წარმოშობილი და ნაზიარები არაბული მეცნიერების უახლოეს მიღწევებს. ამაზე მეტყველებს მისი პროფესიაც. მენელსაცხებლეობა, ანუ პარფიუმერობა, ამ დროს ძვირადღირებული და მაღალშემოსავლიანი საქმე იყო. მეხუთე წინადადება. ხოლო ამიერ ჩვენ და სოფლად გამოსვლა იგი არათუ თვით თავისით განიზრახა, არამედ ვითარცა იგი უფალმა რქვა ნეტარსა მას აბრაამს, მასო ქვეყანასა შინა ქალდებელთასა. ვითარმეთ, გამოვეთ ქვეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახელისაგან მამისა შენისა და მოვეთ ქვეყანასა მას, რომელიმე გიჩვენო შენ. ეგრეთვე ესე კვალად ნაშრობი აბრაამისი არათუ თვისით გონებით, არამედ წამისყოფითა ღვთისა მიერითა იწვია ესეცა და დაუტევა მამა და დედა და ძმაინდა ნათესავინდა მონაგებინი და აგარაკებიდა. ვითარცა იგი უფალი ითქვის წმინდასა სახარებასა შინა, წარმოვიდა აქა ნერსეის თანა მგზავრ ქრისტეს სიყვარულისათვის. განვარტოთ ეს წინადადებები. ამიერ ჩვენ და სოფლად გამოსვლა, ჩვენი ქვეყნისაკენ გამომგზავრება. არათუ თვით თავისით განიზრახა, თვითონ კი არ გადაუწყვეტია. და აქ ბიბლიური ციტატა მოყავს საბანისძეს. გამოვეთ ქვეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვეთ ქვეყანასა მას, რომელიმე გიჩვენო შენ. ციტატა მოხმობილია ძველი აღთქმიდან გამოსვლათა წიგნის მე-12 თავის პირველ-მეორე სტროფები. სადაც მოთხრობილია, როგორ გამოვიდნენ აბრაამი და ლუთი თავიანთი სახლეულით ქანაანის ქვეყანიდან და დასახლდნენ ისრაელში. ეგრეთვე ესე კვალად, ამის დაგვარად, ამის მსგავსად. ნაშრობი აბრაამის შთამომავალი, იგულისხმება მუსლიმი, ანუ ისლამის მიმდევარი. არათუ თვისით გონებით, არამედ წამისყოფითა ღვთისა მიერითა იწვია ესეცა. საკუთარი გონების კარნახით კი არ მოიქცა ასე, არამედ უფლის მტკისიერი მოწოდებით. წამისყოფა ნიშნავს დახამხამებას, წამწამების მიდებას, თვალის ჩაკვრას. წამისყოფითა, ანუ მოცემულ კონტექსტში იგულისხმება უფლის მიერ შთაგონებული განზრახვა. დაუტევა მამა და დედა და ძმაინდა ნათესავინდა მონაგებინი და აგარაკები. ჩამოთვლილი მატერიალური და სულიერი ქონება, რაც აბომ ბაღდადში დატოვა, მეტყველებს სწორედ მის არისტოკრატულ ჩამომავლობას. მოვიდა აქა ნერსეის თანა. აქ, ანუ საქართველოში წამოჰყვა ნერსეს. მე-6. და რაჟამს მოვიდა იგი ქართლად, ცხონდებოდა იგი ნერსერისთვისა თანა და თვისითა სათნოებითა იქნა იგი საყვარელს ყოვლისა ერისა და შესწინა სწავლად ქართულისა წიგნობრობისა და ზრახვისა ხსნილად. მაშინ იწყო ზედა მიწევნა და სწავლად წმინდათა საღვთოთა წიგნთა ძველისა და ახლისა სჯულისა და რამე თუ უფალი მეცნიერ ყოფდა მას. და მოვიდეს იგი წმინდათა ეკლესია და მარადის ისმენ წმინდათა სახარებათაგან და საკითხავთა მათ წინასწარმატყველთა და მოციქულთა და მრავალთაგან სჯულის მეცნიერთა იკითხავენ და ისწავლენ. ხოლო რომელთამე, რაცაც უცილობითი წინააღმდეგებიან, არამედ მიზეზ სწავლისა ექნებინ მას. და ესრეთ სრულ იქნა იგი ყოვლითა მოძღვრებითა, რომელი აქვს წმინდასა კათოლიკე ეკლესიასა ქრისტეს მიერ.
ხონდებოდა ან ცხოვრობდა, სათნოებითა, სიკეთისა და სხვა კარგი თვისებების გამო ყველამ შეიყვარა. შესწინა სწავლად ქართული სამწიგნობრებისა და ზრახვის ახსნილად. შეისწავლა ქართული წერა-კითხვა და თავისუფლად ლაპარაკი. ზედა მიწევნად, გამოწვეულით, ღრმად, საფუძვლიანად შესწავლა. მოვიდის, მოდიოდა ხოლმე. წინააღუდგებინ, პირველი ხოლმეობითი წინააღუდგებოდა ხოლმე. ხოლო რომელთამე და ეცა თუ ცილობით წინააღუდგებინ. ხოლო ვინც ეწინააღმდეგებოდა, მათთან კამათში იგი კიდევ უფრო მეტ სწავლობდა და საკუთარ ცოდნას გამოცდიდა. ამ მეთოდს მაიევტიკა ეწოდება. მაიევტიკა ბერძნული სიტყვა და ბებიაქალს ნიშნავს. ეს არის პედაგოგიური მეთოდი, რომლის არსის შემდეგია. ჭეშმარიტება ყველა ადამიანის გონებაში ჩადებულია დაფარულად. მას სჭირდება გონივრულად დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემით დაბადება. ეს იდეა ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში ჩამოაყალიბა პლატონმა დიალოგში სიმპოზიუმი. პლატონი დიალოგში განიხილავს სოკრატულ მეთოდს, ანუ საპირისპირო თვალსაზრისის მქონე პირები შემეცნებისა და კამათის პროცესში ერთმანეთს უსვამენ კითხვებს, რათა ერთი მხრივ კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი მოსაზრებები და ამავდროულად დაბადონ ახალი, ჭეშმარიტი იდეა. ამ მეთოდს ეწოდება დიალექტიკური მეთოდი, რაც შეიცავს აგრეთვე შემდეგ ხერხსაც. ერთ-ერთი მოკამათე იმგვარ შეკითხვებს სვამს, რომ მისი მოწინააღმდეგე იძულებული ხდება საკუთარ თავს შეეწინააღმდეგოს. მაიევტიკის მთელი იდეა პლატონის ძირითად მოსაზრებას ეყრდნობა. ცოდნა და ჭეშმარიტება ადამიანის გონებაში იმთავითვია ჩადებული. ანამნესის ბერძნული ტერმინი ამას, მას მხოლოდ დაბადება ესაჭიროება. აბო, როგორც ჩანს, იცის პლატონის ეს მოძღვრება და ეს მეთოდი მისთვის ცნობილია და იგი ცდილობს თავის თავში დაბადოს ქრისტიანობის იდეა, მხოლოდ კი არ შეიმეცნოს. არამედ იგი ცდილობს, რომ საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებთან იპაექროს, იდებატოს და კიდევ უფრო გამტკიცდეს საკუთარ რწმენაში, ანუ მაქსიმალურად ნათლად გაიაზროს, გააცნობიეროს ქრისტიანობის არსი და შეაპირისპიროს, შეადაროს იგი ისლამთან და მხოლოდ შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. პლატონის ერთ-ერთი დიალოგის პერსონაჟი ჭაბუკი თეატეტუსი მათემატიკას სწავლობს და საკუთარ თავს უსვამს შეკითხვას: რა არის ცოდნა? იგი სოკრატეს ეკამათება, რომელიც ამბობს, რომ ცოდნა ვერ განისაზღვრება ვერც თვალსაზრისით, ვერც აღქმით, ვერც მხოლოდ ინფორმაციით. პლატონის ზემოთ ხსენებულ დიალოგში სიმპოზიუმი ამგვარად განმარტავს მაიევტიკას. სული თითქოს ურსულადაა ჭეშმარიტების ცოდნით, რომელიც მასში იმთავითვია ჩადებული. მაგრამ დამოუკიდებლად მას არ შეუძლია ჭეშმარიტების დაბადება, ბებიაქალის დახმარების გარეშე. ფილოსოფია სწორედ ამგვარი ბებიაქალია, ვინც ეხმარება სულს და აზიარებს ჭეშმარიტებას. მაიევტიკას საფუძვლად უდევს ორფიზმის ტრადიცია, რომელიც პითაგორასგან იღებს სათავეს. ორფიზმის მიხედვით სული განიცდის განწმენდას, კათარზის, ცოდნის შეძენისას და შესაბამისად ჭეშმარიტებასთან ზიარებისას. მაიევტიკა ეფუძნება იდეას, რომ ჭეშმარიტების ცოდნა გონებაშია ჩამარხული, რაც მომდინარეობს წინა თაობების ტრადიციებიდან და გამოცდილებიდან. ამრიგად, მაიევტიკა მოუწოდებს ადამიანს აღმოაჩინოს საკუთარ თავშიც და მოპაექრეშიც ეს ცოდნა, გაანალიზოს და დაბადოს ახალი ცოდნა, ჭეშმარიტება. ამ ყველაფრის შემდეგო, აბო ეს რაც სრული იქნა, იგი ყოველთა მოძღვრებითა, რომელი აქვს წმინდასა კათოლიკე ეკლესიასა ქრისტეის მიერ. და ამგვარად შეისწავლა ქრისტიანული მოძღვრების ყოველი ასპექტი. შეიძინა ის ცოდნა, რაც მართლმადებელ სამოციქულო ეკლესიას აქვს დაგროვილი და ტრადიციით გადაეცემა თაობიდან თაობას, წერილობითი ძეგლებით თუ ზეპირად. ამგვარად აბო ეზიარა ქრისტიანობას და გახდა სრულუფლებიანი წევრი ქრისტიანი ერისა. მამ მემკვიდრეობად მიიღო ცოდნა და უნდა დაბადოს ჭეშმარიტება. თვით ქრისტე, რომლის ეპითეტებით წინა თავში ჩამოთვალა იოანე საბანისიმ. გახსოვთ, რომ ვისაუბრეთ ამ ალქიმიაზე. ადამიანმა თავისი თავში უნდა დაბადოს ქრისტე, გაახრთეს, ღმერთს მიემსგავსოს. ამისთვის კი საჭიროა სწორედ ის პროცედურები, რასაც ალქიმიკოსები და კონკრეტულად მენელსაცხებლები იყენებენ, გამოიხადოს, გამოიწვრთოს სული. ამისთვის კი საჭიროა განსასწრელის დათმენა. მეშვიდე წინადადება.
მაშინ უდეპოს ჯული იგი მაჰმედისი და წესი იგი მამულისამის ლოცვისაი დაუტევა და შეიყვარა ქრისტე. ყოველთა გულითა და გამოირჩია იგი სიტყვითა ამით, ვითარმეთ მითხრას მე უსჯულოთა ზრახვაი, ხოლო არა ეგრე იყო, ვითარს ჯული შენი. წესი იგი მამულისამის ლოცვისაი დაუტევა. თავისი მშობლიური ლოცვის წესი უარყო. იონეს აბანისე მეტად ზუსტად და ფაქიზად განმოგვცემს ფსიქოლოგიას და იდეას, რომ მას შემდეგ, რაც აბამ შეისწავლა ჭეშმარიტება, შეცვალა ლოცვისა და ღვთისმსახურების წესი. მან უკვე იცის, რომ იმ გზით, რა გზითაც მაჰმადის მიმდევრები ლოცულობენ, ჭეშმარიტებას ვერ დაბადებს. თვითონ ვერ განახორციელებს ქრისტეს ჭეშმარიტებას და სიყვარულს. შესაბამისად, აბო არ არის მოღალატე საკუთარი ერისა და სარწმუნოებისა. შესაბამისად, ვერ მივიჩნევთ ღალატად წარსულის წინაპრების ჯულის დატოვებას, თუ კი ეს გაცნობიერებულის და უკეთესის არჩევის შედეგად ხდება. აბო ჰგავს აბრაამს, რომელიც გამოიყო თავისი ერის ჭეშმარიტების ძიებაში. ჭეშმარიტების ძიება უფრო მაღალი ფასეულობაა, ვიდრე ერის ტრადიციების ერთგულება. მითხრას მე უსჯულოთა ზრახვაი, ხოლო არა ეგრე იყო, ვითარს ჯული შენი. ეს ფსალმუნი 118 ფსალმუნიდან არის ციტატა. 95 სტროფი. ამ მოხში დავით მეფსალმუნე ევედრება უფალს დააჩქარო სამსჯარო, ისინი ხომ უფლის ჯულის წინააღმდეგ მოქმედებენ. ზემოთქმულის გათვალისწინებით ძალიან საინტერესოა, რომ სწორედ ეს ციტატა მოჰყავს ავტორს აბუს საქციელის ასახსნელად. ჭეშმარიტების დაბადების პროცესი ხანგრძლივი და მტკივნეულია. ჭეშმარიტება კი მხოლოდ სიტყვით არ გამოითქმება, არამედ საქმითაც უნდა იყოს გამყარებული. მერვე წინადადება. არამედ ვერ განცხადებდა თავსად ვისასრულიად ქრისტიანად, ხოლო ფარულად იმარხავდა ილოცავ ქრისტეის მიმართ და ეძიებდა ადგილსა ღვძალულსა, სადამცა მოიღო ნათელი ქრისტეისი. ამიტომ ეშინოდა სოფლისა მპყრობელთა ამათ ზედამდგომელთა ჩვენთა სარკინოსთაგან. განიცხადებდა სრულიად. ბოლომდე ცხადად აშკარად ღიად მოქცევას ან საუბარს ნიშნავს. ეს ბნა მოქმედებითი გვარისაა, ორპირიანი, განაცხადებს ის მას. განზმის წინია ის ასუბიექტო ქცევის ნიშანი, ცხად ძირი, ე პირველი სერიის თემის ნიშანი, г პირველი სერიის სავრცობი გარდამავალი ზმნისათვის, ხოლო ა სუფიქსი არის სუბიექტური მესამე პირის ნიშანი. ქრისტიანები. ის ვერ აცხადებდა, ვერ ამხელდა თავის ქრისტიანობას. როგორც ჩანს, აბო გარეგნულად სხვათა დასანახავად, მხოლოდ ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელად აჩვენებდა თავს და არავის უმხელდა შინაგანი რწმენის ცვლილებას. რამე თუ ეშინოდა. ეს შიში არის არა მხოლოდ ფიზიკური განადგურების შიში. აბოს ჯერ არ აქვს გამჟდარი ჭეშმარიტებისათვის თავის გაწერვის იდეა. მაშინ თან და თან იბადება ქრისტიანის უმაღლესი მისია, ვინაიდან იგი ცნობიერი გზით შესწავლილთა და ცხოვრებისეული გამოცდილებით მიდის ჭეშმარიტებამდე, რაც მანამდე მას არ ჰქონია გამოცდილი. ამიტომ მას ვერ მივიჩნევთ რჯულის, ანუ ისლამის და ტომის, ანუ არაბობის მოღალატედ. ახამდე იგი ავტომატურად იყო მუსლიმი, დაიბადა და აღიზარდა იმ გარემოში, სადაც ბუნებრივი იყო მაჰმადიანობა. აბო პლატონის თეატეტუსივით სწავლობს რა ალქიმიას, სწავლობს სამყაროს არსს, ეძიებს ჭეშმარიტებას, მეტაფორულად ფილოსოფიურ ქვას და მიდის დასკვნამდე, რომ ცოდნა მხოლოდ ინფორმაცია არ არის. ცოდნა გამოცდილებაც არის, შედეგადაც ადამიანი მიწიდან მეტაფორული გაგებით მთლიანად გარდაიქმნება ოქროთ, ანუ კეთილშობილ ლითონად, ხოლო მიწის მეტაფორა ამ ქვეყნიური ცხოვრება და ოქროს მეტაფორა არის საუკეთესო ღვთაებრივი პიროვნების დაბადება საკუთარ თავში. მითხრა წინადადება. და იყო დღეთა მათ ჩინა კვალად განრისხებაი ხელმწიფეთა მათ სარკინოსთა ნერსერის თავსა ზედა და ილუტოდა იგი, რამე თუ სასტიკად ბრძოდეს მას სარკინოსთა ერი. და უფალმა დაიცვა იგი ხალთაგან მათთა და გამლო მან კარი იგი ოსეთესაი, რომელსა დარი ალან ერქმის და დაჟამს განვიდა, იყო მას თანა ერისაგან მისისა ვითარ სამას ოდენ მამაკაც და მათ თანავე იყო საენტრელიც ესე მონაი ქრისტეისი აბოი. კვალად განრისხებაი ხელმწიფეთა მათ სარკინოსთა ნერსერის თავსა ზედა. ანუ სარკინოსთა ახალი ხელმწიფეც კიდევ ერთხელ განურისხდა ნერსერის თავს. ილუტოდა, გაიქცა. ნერსენ და აბუც სასტიკად ბრძოდეს მას სარკინოსთა ერი. სარკინოზებს უნდოდათ სასტიკად გასწორებდნენ მას. როგორც ჩანს, ნერსერისთან არ მოიშალა განმათავისუფლებელი ბრძოლის მეთაურობა, ანდა სარკინოზები ნანებენ ნერსეს უვნებელად დაბრუნებას ბაღდადიდან და სურთ მისი მოკლა.
ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა წინააღმდეგობას უწევდა ნერსე არაბებს, რომ მათი ასეთი მრისხანება დაიმსახურა. არი იგი ოსეთისაა, რომელიც დარი ალან ერქმის. საქართველოს ჩრდილო საზღვრის ჩამკეტი სიმაგრე, სადაც შუა საუკუნეებში ციხე იდგა და გზა რკინით შეჭედილი კაირით იყო ჩაკეტილი. არი ამ სამხედრო თავდაცვითი ნაგებობის ქართული ტერმინია, ციხის სინონიმი. ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, ძირითადად სასაზღვრო პუნქტებისა და რეგიონების აღნიშნული. ამიტომაც მრავლად არის ქართულ ტოპონიმიკაში კარფუძიანი სახელები: ვედითკარი, ჯიხაშკარი, ამრილახვართკარი და სხვა. მთელს არაგვის ხეობას ჯვრის უღელტეხილისა და თერგის ხეობის ნაწილს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, შუა საუკუნეებში დარიელი ერქვა. ადრე მას არაგვის კარი ეწოდებოდა. დარიელი სპარსული სახელწოდება და ალანთა კარს ნიშნავს. საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი თრუსოს ხეობაზე გადიოდა და თავად სიტყვა თრუსო ან დრუსო სამხედრო თავდაცვითი ტერმინია და სამაგ თავდაცვით კედელს ნიშნავს. არი მისი ჩამკეტი ნაწილია. სხვათა შორის სამხედრო თავდაცვითი შინაარსის მქონე ქართულ გვარებს შორის, რომლებიც ციხისელი, ციხისთავი, ქავთარაძე და მისთანა, არის კარიაულიც. ერისაგან მისისა ვითარ 300 ოდენ მამაკაც. ამ მოგზაურობისას ნერსეს ამალა, მისი პირადი დაცვა ან გვარდია 300 მხედარი ყოფილა. ეს რიცხვი დღევანდელი გაგებითად საკმაოდ დიდია და მით უმეტეს შუა საუკუნეებში იქნებოდა განსაკუთრებით შთამბეჭდავი. მათთანავე იყო სანადრელიცა ესე მონაი ქრისტეისი აბოი. ალბათ არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ აბო ნერსეს განუყრელად ახლავს თან. როგორც შემდგომში ვნახავთ, ნერსეს ოჯახი მანამდე ყავს გახიზნული აფხაზეთში. სდება კითხვა, რატომ არ გადავიდა თვითონაც აფხაზეთში, თუ მხოლოდ თავის შეფარება და არაბებისაგან თავის დაღწევა სურდა? რატომ გადავიდა ამხელა ჯარით ხაზარეთში? ცხადია, მას პოლიტიკური მოკავშირის პოვნა სურდა. აბო კი ალბათ თავად წაყვა საყვარელ მასწავლებელს და მფარველს. მეათე წინადადება. ხოლო ნერსელ ტოლული ქვეყანით თვისით შევიდა ქვეყანას ამას ჩრდილოისასა, სადა იგი არს სადგური და საბანაკეი ძეთა მაგოგის თაი, რომელ არიან ხაზარნი, კაც ველურ, საშინელ პირითა, მხეცის ბუნება, სისხლის ჭამალ, რომელთა სჯული არა აქვს, გარდა ღმერთი ხოლო შემოქმედი იციან. და რაჟამს მივიდა ნერს ერისთავი მეფის და მის ხაზართა შეიწყნარა იგი უცხოებისათვის და ტოლვილებისათვის მტერთა მისთა ისა და სამას და ყოველსა ერთსა მისცა საზრდელი და სამოსელი. ტოლვილი ქვეყანა თვისით, თავისი ქვეყნისაგან დევნილი. სადგური და საბანაკეი ძეთა მაგოგის თაი, რომელნი არიან ხაზარნი. როგორც ჩანს, ხაზარებს არ აქვს სტაციონარული სამოსახლოები და მათი სამყოფელი სამხედრო ბანაკი უფროა. მაგოგი. გოგი და მაგოგი ეს ებრაული სიტყვებია, იუდეურსა და ქრისტიანულ წმინდა წერილში მოხსენებული ორი ხალხი. ეზეკიელის წინასწარმეტყველებით ისინი შორეულ მომავალში ჩრდილოეთიდან მოვლენ ებრაელთა შესამოსლავად. გამოცხადებაში კი მათი შემოსვლა მოსალოდნელია განკითხვის დღის წინ. ბიბლიაში მაგოგი ევრაზიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრები ტომების სახელია. გოგი, როგორც მაგოგის ტომის ბელადის სახელი, პირველად ძველი აღთქმის გვიანდელ ტექსტებში ჩნდება. გოგი და მაგოგი ყურანში ჩნდება როგორც ორი ველური ტომი, რომლებიც დედამიწის უკიდურეს ნაწილში ცხოვრობენ. კაც ველურ, საშინელ პირითა, მხეცის ბუნება, სისხლის ჭამალ, რომელთა სჯული არა აქვს გარნა, ღმერთი ხოლო შემოქმედი იციან. ხაზარები იოანეს აბანეძის დახასიათებით არიან უკულტურო, სასტიკი, ომი-ხორცის ჭამალი და სისხლისმალი, შესახედად ამაზრზენი ხალხი. მათ არ აქვთ არანაირი რელიგია, იციან მხოლოდ რომ ღმერთი შემოქმედი არსებობს, ანუ ერთგმერთიანი რელიგია. ხაზართა მეფემ შეიწყნარა იგი უცხოებისათვის და ტოლუებისათვის მტერთა მისთა ისა. ხაზართა მეფემ არაბთაგან დევნილი და ტოლვილი ნერსე მიიღო, რადგან თავადაც შევიწროებული იყო ნერსეს მტრების არაბებისაგან. სამას და ყოველსა ერთსა მისცა საზრდელი და სამოსელი. მეფისათვის უცხოტომელის მით უმეტეს ტოლვილის შეწყნარება სამეფო სათნოებად სიკეთეთ ითვლება. მით უმეტეს ხაზართა მეფისათვის ქართლის ერისთავის შეწყნარება უნდა ყოფილიყო საპატიო. ამიტომაც იგი განსაკუთრებულად იჩენს თავს და საკვებითა და შესამოსელით უზრუნველყოფს ნერსეს მთელ ამალას.
ეს უდავოდ უდიდესი პატივისცემის ნიშანია. მერვე საუკუნის დასაწყისში ხაზარები ბიზანტიელ ჰერაკლე კეისართან ერთად თავს დაესხნენ ქართლს, აიღეს და დაარბიეს თბილისი. ამ ფონზე გაუგებარი იქნებოდა ხაზართა ხაკანისაგან ნერსე ერისთავის ასეთი პატივით მიღება. თუ არ დაუშვებდით იმას, რომ ჰერაკლე კეისარისა და ხაზართა ხაკანიც დაპყრობილსა და დაუძღვირებულ ქართლის საერისთავს კი არ ერჩევდნენ, არამედ არაბებს, რომელთაც ეპყრათ თბილისი. მით-11 წინადადება. მაშინ ვითარცა იხილა ნედარვანა აბო, რამე თუ განშორებულ არ შისისაგან და მძლავრებისა სარკინოს და ისა, ისწრაფა მან მიახლებად ქრისტეისა და ნათელ იყო სახელთა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა, ხელთა პატიოსანთა ბრძოლთაითა. ამიტომ მადლითა სულისაწმინდისაითა მრავალ არს ქალაქები და სოფლები ქვეყანას მას ჩრდილოისასა, რომელიც სარწმუნოებითა ქრისტეისითა სხონდებიან უზრუნველად. მეერთგან უფრო იზღა სავსეი მადლითა ქრისტეისითა ნეტარი აბო შეეყო მარხვასა და ლოცვასა დაუბრკოლებნად. განშორებულ არს შიშისაგან და მძლავრებისა და სარკინოსთა ისა. აბომ თავი არაფთა რისხვისაგან შორსომ დაიგულა და მოხვდა ისეთ ადგილას, სადაც ქრისტიანობა არ იდევნებოდა. ისწრაფა მან მიახლებად ქრისტეისა და ნათელ იყო და სახელთა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა, ხელთა პატიოსანთა ბრძოლთაითა. სასწრაფოდ მოინათლა წმინდა სამების სახელით და მღვდლის ხელით. არს ქალაქები და სოფლები ქვეყანას მას ჩრდილოისასა. ხაზართა ქვეყანაში ყოფილა ქრისტიანული ქალაქები და სოფლები. როგორც ჩანს, აბორიგენი მოსახლეობა ისტორიულად ქრისტიანი ყოფილა. ხაზარები კი ჩრდილოეთიდან მოსული ტომი არ ერჩის ქრისტიანობას, ვინაიდან მისი მთავარი მტერი არაბეთის იმპერია და შესაბამისად აწყობს ქრისტიანებთან კარგი ურთიერთობა. მეერთგან უფრო იზღა სავსეი მადლითა ქრისტეისითა შეეყო მარხვასა და ლოცვასა დაუბრკოლებნად. ნათლისღების მადლით აღსებული აბო შეუდგა ქრისტიანული ცხოვრების წესის სრულიად აღსრულებას, ლოცვასა და მარხვას. ადრე შეძენილ ცოდნასთან ერთად სულიწმინდის მადლით უხილავად გაძლიერებულმა დაიწყო ცხოვრებისეულად გამოსვლა იმისა, რაც აქამდე შეესწავლა. მარხვა და ლოცვა ადამიანის სულიერ გამოცდილებას აძლევს და უხილავ ბრძოლაში აწვრთობს. როცა ვისაუბრეთ ალბათ გაგახსენდათ ნემენელ საცხებლობაზე და ფილოსოფიურ ქვაზე. მე-12 წინადადება. მაშინ შემდგომად რამდენსანი ჟამისა ევედე ნერსე მეფესა მას ჩრდილოისასა, რაითა განუტევოს იგი მიერ ქვეყანათ აფხაზეთისა, რამე თუ პირველადვე წარეგზავნეს მას დედაი და ცოლი და შვილნი და მონაგენი ყოველნი სახელისა მისისანი. ამ თუ კრძალული იყო ქვეყანა იგი შიშისაგან სარკინოსთაისა, ხოლო ღმერთთან მოამშვიდა პირი მებისამის ჩრდილოისაითა, განუტევა ნერსე მრავალთა ნიჭითა და წარმართნეს იგინი სიხარულითა და მადლობითა ღვთისაითა და გაამძლეს ქვეყანა იგი წარმართთაი, რომელთა ყოველადვე არ აიციან ღმერთი და უშიშად ვიდოდეს დღეი და ღამე სამისა თვისა გზასა. შემდგომად რამდენსამე ჟამისა, გარკვეული დროის შემდეგ, ევედე და ნერსე მეფესა მას ჩრდილოისასა. ნერსემ სთხოვა ჩრდილოეთის მეფეს ხაზართა ხაკანს, რათა განუტევოს იგი მიერ ქვეყანათ აფხაზეთისა, რომ გაუშვას გაისტუმროს აფხაზეთში. ნერსე მეფის განსაკუთრებული და საპატიო სტუმარია. სტუმარი მას მისლის უკითხავად ვერ დატოვებს ქვეყანას. პირველადვე წარეგზავნეს მონაგები და ყოველნი სახლისა მისისანი. ნერსემ მთელი ოჯახი ქვეშევრდომებითა და საგანძურითოდ ადრევე გახიზნა აფხაზეთში. ფეოდალი ვალდებულია თავისი ყველა ქვეშევრდომის უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე იზრუნოს. საყურადღებოა, რომ ამ პერიოდში ახალგაზრდა გრიგოლ ხანძთელის ნერსეს კარზე იზრდება. იგი დაახლოებით 13-15 წლისაა. სავარაუდოდ ისიც აფხაზეთში იქნებოდა გაგზავნილი. დალული იყო ქვეყანა იგი შიშისაგან სარკინოსთაისა. ეს ქვეყანა დაცული იყო სარკინოზების ძალადობისგან. ამ დროს აფხაზეთი, ანუ დასავლეთ საქართველო, ყოფილი ეგრისის სამეფო, ლაზიკა, კოლხეთის სამეფო, ბიზანტიის პატრონაჟის ქვეშაა და არაბებისგან გარკვეულწილად დაცულია. მოამშვიდა პირი მეფისამის ჩრდილოისაი. ღმერთმა მოალბო ხაზართა მეფე. ცხადია, მისთვის ძალიან დიდია ცნუნება საკუთარი ნებით მოსული ქართლის ერისთავი თავისუფლებლებიანად საპატიო სტუმრად, ანუ მტყვეთ იყოლიოს. მაგრამ ალბათ ბიზანტიის კეისრის პოლიტიკური გავლენის წყალობით ვერ აღუდგა წინ ნერსეს თხოვნას და იგი მშვიდობიანად გაუშვა. ამ ვარაუდს გვაფიქრებთ სწორედ
სიტყვები მოამშვიდა პირი მეფისამის ჩრდილოისა. იოანეს ავანეზე ხალყანის ასეთ გულმოწყალებას ღვთისშეწევნას მიაწერს, რომელიც სამშობლოსათვის თავგანწირულ ნერსეს მუდმივად იფარავს და ისეთ სიტუაციას აძლევინებს, სადაც ლოგიკურად არანაირი შანსი არ არსებობს გადარჩენისა და თავის დაღწევისა. განუტევა ნერსზე მრავალთა ნიჭიდან. მეფემ უხვად დასაჩუქრებული გაუშვა ნერსზე. ეს ადათი სტუმრის დასაჩუქრებისა დღემდეა შემორჩენილი მთელ კავკასიაში. მასპინძელი მადლიერების ნიშნად რაიმე სამახსოვროს ატანს სტუმარს. სტუმარი ღვთისაა, ამბობს კავკასიელი კაცი. მეფური საჩუქარი ცხადია გამორჩეული იქნებოდა. იგივე წესი მოქმედებს სამონასტრო ცხოვრებაშიც. მონასტერში სტუმრად მისული სასულიერო თუ ერისკაცი უეჭველად დასაჩუქრდება. საგულისხმოა, რომ იოანეს აბანეზე ზედმიწევნით სიზუსტით აღწერს ხაზართა ხაკანთა ნერსეს სტუმრობას. ეს კი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა თვითმხილველია ამ ყველაფრის. განვლას ქვეყანა იგი წარმართაი, რომელთა ყოველდღე არა იციან ღმერთი. ხაზარეთიდან დასავლეთ საქართველოსაკენ, აფხაზეთისაგან მიმავალი გზა ისეთ ქვეყნებზე გადიოდა, სადაც ქრისტიანობას ჯერ კიდევ არ შეეღწია. მოცემული მაქვს რუკაზე ლურჯი ისრებით თბილისიდან 750 წლამდე სარკელში არსებობდა, იყო დედაქალაქი და შემდეგ დაბრუნდა მწვანე ხაზებით, მწვანე ისრებით ხედავთ გზას აფხაზეთის დედაქალაქში ქუთაისში. შეგიძლიათ დასკრინოთ ეს სლაიდი და გამოგადგებოთ, თუ დაგჭირდებათ რაიმე კვლევის ჩატარება, კვლევითი ესეს დაწერა ამ საკითხთან დაკავშირებით. ადრე იოანეს აბანეზე წერს, რომ ხაზართა ქვეყანაში იყო ქალაქები და სოფლები, სადაც ქრისტიანები ცხოვრობენ. მის გარეთ კი ნერსეს და მის მხოლებლებს 3 თვის მანძილზე მხოლოდ წარმართებს შორის უვლიათ. ისიც საკითხავია, რატომ დასჭირდათ ნერსესა და მის მხოლებლებს ხაზარეთიდან აფხაზეთში გადასასვლელად 3 თვე. მით უმეტეს თუ იქვე აღნიშნავს ავტორი, რომ შეუჩერებლი უვლიათ დღე და ღამე. ამ ვითარების ასახსნელად შესაძლებელია ორგვარი ვარაუდის დაშვება. ერთი მოსაზრებით ხომ არა გვაქვს აქ საქმე ჰიპერბოლიზაციასთან, ანუ გაზვიადებასთან. იქნება ამგვარად ავტორს უნდა გვიჩვენოს ის განსასწრებით ახსოვსეთ გზა, რაც ნერსემ გაიარა და შესაბამისად გამოკვეთოს ღვთისშემწეობა და სასწაულებრივი ხასიათი ამ მეტად რთული მოგზაურობისა. მეორე მოსაზრებით კი არავითარ ჰიპერბოლიზაციასთან არ გვაქვს საქმე. ცხენებით მოგზაურობა, რაც არ უნდა გამართული და უხიფათო გზები ყოფილიყო, მეცას დაიჭერდა. ერთი სტადიონი უდრიდა ერთი დღის სავალ მანძილს, დაახლოებით 30 კილომეტრს. ვიდრე ნერსი და მისი ამალა ხაზარეთის დედაქალაქ სარკელიდან კავკასიოს მიაღწევდნენ, კარგად დიდი მანძილი ჯერ ტრამალებზე უნდა ევლოთ. შემდეგ კი მაღალმთიანეთის გზათა სიძნელენი, იგულისხმება დვალეთისა და რაჭის ზეკარები და რიონის ხეობა უნდა დაეძლიათ. სადაც ეს მანძილი, ანუ სტადიონი, ბევრად მოკლე იქნებოდა და შესაბამისად ღამის საათები უფრო ხშირი, ანუ უფრო 30 კილომეტრის გავლა შეიძლება ერთი დღის მანძილზე გაჭირვებოდათ კიდევაც. დღეს ვასრულებთ მე-9 ლექციას, დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის. კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ვიდეო და გაგვიზიაროთ შთაბეჭდილებები. შემდეგ ლექციაზე წავიკითხავთ აბო თბილელის ცხოვრების წამების უკაცრავად მეორე თავის მე-13-21 წინადადებებს და დავასრულებთ მეორე თავს. ყველაც ვეცდებით განმარტოთ ყველა ბუნდოვანი სიტყვა, თეზისი და გავიაზროთ თანამედროვე ეპოქასთან კავშირში. კარგად ბრძანდებოდეთ.